აქვს დღის წესრიგი დღეს ივანიშვილ კობახიძეს და ვინც არიან ამ შემადგენლობას. მათი დღის წესრიგი არის ნელ-ნელა დააზიანონ ჩვენი ევროპული მისწრაფებები, როგორც თქვენ თქვით, ნელ-ნელა მოახჩონ. ყისიერად ეს არ გამოვა, იმიტომ რომ გრძელდება მხარდაჭერა 80-70% უკაცრავად, აი რო ავიღოთ ჩემი ნაცნობები, რომლებმაც ამოისუნთქეს, იმიტომ რომ მეუღლე მუშაობს გერმანიაში. აქ არაფერი არ არის, სამსახური არ არის, ხელფასი საშუალო ფენა არ არის, არაფერი არ არის. ამას ახშობ, ადამიანი წავიდა მუშაობს რაღაცა სოფლის მეურნეობაში გერმანიაში, 3 თვეში ერთხელ ჩამოაქვს, ოჯახმა ამოისუნთქა, კერძო სახლი აქვს აგერ გურიაში. ანუ ამას შენ ნელ-ნელა ამ ადამიანებს პირდაპირ ვერ ეტყვი, რომ მე შენ ეს ჩაგიკეტე და ეხლა მოემზადე, როგორ გამოუცხო ხაჭაპური რუსებს კრასნოდარში. იმიტომ რომ ეს რჩება ალტერნატივად. უკაცრავად, აქ როცა მე არ მიკეთებ სამუშაო ადგილებს, ინვესტორი არ შემოყავს. Samsung-ის ქარხანა შემომიყვანე მე თუ იმის რა ქვია, Apple-ის. ეს ერთი